როგორ ბრძანდებით? კარგად. კარგად. ველოდებით შობა ახალ წელს. ელოდებით შობა ახალ წელს. ძალიან ბევრი ხალხი ელოდება შობა ახალ წელს და ყველა გისურვებთ რომ იყოს ჯანმრთელი. პირველი კითხვა რითიც მინდა დავიწყო. დიახ. თქვენ როდესაც იყავით ბავშვი, რა გინდოდათ პროფესიით რომ გამოსულიყავით? რაზე ფიქრობდით? ჩემი ბავშვობა სრულ პერიოდში იყო ომი იყო მეორე მსოფლიო ომი. მაგრამ სურვილები ბევრი მქონდა. ძალიან მიყვარდა ბუნება. ფიქრობდი გამოსულიყავი ზოოტექნიკოსი. ზოოტექნიკოსი? და ექიმი. მერე ყველაფერი განზე გადადგა და სასულიერო სასწავლებელი დაამთავრე. ომის პერიოდში თქვენ დედა-მამა და 7 და-ძმა ცხოვრობდით ერთად, ხო? დიახ. თქვენ იყავით უფროსი? არა, მე ძმებში მეშვიდე ვაჟი ვიყავი მე. და ჩემი ძმები 3 გარდაიცვალა და ასე რომ 5 ვიყავით. როგორი დაძმობა გქონდათ ბავშვობაში? საერთოდ 7 ოჯახი იყო და ძალიან პატივისცემით ვიყავით მშობლებისადმი ერთმანეთის მიმართ და ვეხმარებოდით ერთმანეთს. გვიყვარდა ერთმანეთი. უკეთრად მე ვიცი რომ ესე ვიცი მითხრე შეიძლება ვცდები. თქვენმა დედამ ძალიან დიდი გადამწყვეტი როლი ითამაშა, რა თქმა უნდა თქვენ აღზრდაში, მაგრამ განსაკუთრებით მამამ, რადგან აირჩია რომ თქვენი სასულიერო სემინარში გამწესება მისი გადაწყვეტილების ქვეშ ყოფილიყო და თქვენ გაგაგზავნათ ამ სასულიერო სემინარში. ესე იყო სწორი? მორწმუნე ოჯახი ჰქონდა ჩვენ და ეკლესიაში დავდიოდით. მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩემ მშობლებს მუსულმანებთან, ქრისტებთან. თბილისში ცხოვრობდით თქვენ უკაცრავად? თბილისსა ცხოვრობდით? ყაზბეგის რაიონში, სოფელ სნოში და ზამთრობით ვლადიკავკაზში. მამა რა პროფესიის იყო? იყო მეღვინე. მართლა? და სპეციალისტი იყო ტყავების დამუშავების. საუკეთესო წყავი კეთდებოდა. მე ვიცი ესეთი ფრაზა, თქვენი დედა გეუბნებოდათ რომ სიღარიბეს არ მოეჩვიოთ შვილებო. მართალია თუ არა ეს ფრაზა? სწორია. შეჩვევა იცის სიღარიბემ. და ეს ძალიან საშიშია. ადამიანი უნდა ეძებდეს თავის ადგილს ამ ცხოვრებაში და ფიქრობ რომ ყოველი ადამიანი დღესაც თუ კარგად იფიქრებს ნახავს თავის ადგილს. და ძალიან ხშირად ადამიანებს უჭირთ თავისი ადგილის მონახვა ცხოვრებაში.
სირთულეების გადალახვა საერთოდ ძალიან რთულია. ძლიერი ფსიქიკაც არის საჭირო იმისთვის, რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტების ცვლილების დროს, მნიშვნელოვანი გარდატეხების დროს, როდესაც ბევრი რამე იცვლება, ვთქვათ, ქვეყანაში, ადამიანებმა გაძლონ და მიხვდნენ, ანალიზის უნარი შეძლონ, თუ რა ხდება და გაუძლონ ამ ყველაფერს. რას ფიქრობთ თქვენ, რას ურჩევდით ადამიანებს, რა არის მთავარი, რომ თავი იგრძნონ ამ სამყაროს სრულფასოვან ნაწილად? უპირველეს ყოვლისა ადამიანმა უნდა იპოვოს ღმერთი. ღმერთთან კავშირი უნდა ჰქონდეს. რთულია ამის პოვნა? არ არის რთული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ოჯახში გაიზრდება ბავშვი, რასაც სწავლიან მშობლები და მე გავიზარდე ისეთ ოჯახში, რომ ერთი ხმამაღალი სიტყვა არ გამიგონია. დაყვირება, მუდამ პატივისცემით ვიყავით ერთმანეთის მიმართ. თქვენ რას ურჩევდით ისეთ ადამიანებს, ვისაც დღეს საკუთარი თავის პოვნა სჭირდებათ? თუ ადამიანი თუ იპოვის ღმერთს, მაშინ თავის თავსაც იპოვის და თავის ადგილსაც იპოვის. საქმე იმაშია, რომ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ ეს ცხოვრება განსაცდელია, გამოცდა და გამოცდა თუ ჩააბარებს ადამიანი, ის ბედნიერია. რას ნიშნავს რწმენა? ის სიტყვა რწმენას როგორ ახსნედით თქვენ? ხშირად ესეც ძალიან გაურკვეველი ადამიანებისთვის. ყველას უნდა რომ წამდეს. არის რწმენა და არის რწმენა. აი რა განსხვავება. უნდა ადამიანმა ჭეშმარიტი სარწმუნოება იპოვოს. შეიძლება ადამიანი ბედნიერი იყოს, ღმერთის რა არ წამდეს, მაგრამ შეიძლება წამდეს, რომ გამოვა, თქვათ, არ ვიცი, კოსმონავტი და მთელი ცხოვრება გაატაროს ამის ოცნებაში, მაგრამ არ წამდეს ღმერთი. მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი ბედნიერი ღმერთის გარეშე. ღმერთი აძლევს ბედნიერებას. ბედნიერება ეს რთული პროცესია. ძალიან რთული. ადამიანმა უნდა ნახოს თავისი ადგილი და იშრომოს, იღვაწოს და უნდა იღვაწოს არა მარტო თავისთვის, არამედ ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, სხვებისთვის და განსაკუთრებით გაჭირებული ადამიანებისთვის. სიკეთე ხდის ბედნიერს ადამიანს. სიკეთე დიდ სიხარულს ანიჭებს. სიკეთის კეთება. სიკეთის კეთება ანიჭებს, იმიტომ რომ სიკეთე არ იკარგება. სიკეთე რასაც აგასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. რუსთაველი ამბობს და ამიტომ ეს ღვთის წინაშე სიკეთე არ იკარგება. რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა? რა თქმა უნდა, ბიბლია პირველი წიგნია და
მსოფლიოში ყველაზე დიდი და უძველესი წიგნია. აი, წინასწარმეტყველების ისტორია. ეს ძალიან ეს შეიძლება ვთქვათ, რომ ბიბლია არის ჯვარღმული სულიერებისა და მეცნიერებისა. რომელმა ისტორიულმა პიროვნებამ მოახდინა გავლენა კაცობრიობის ისტორიაზე? დადებითი გავლენა, ისტორიული პიროვნება, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენს თვალში კაცობრიობის ისტორიისთვის. თუ ბიბლიის მიხედვით ვიტყვით, ყველა ისტორიულმა პიროვნებამ მოახდინა თავისი გავლენა, თავისი კვალი დატოვა ყველამ. რა თქმა უნდა, ქრისტიანობა და ქრისტეს შობა ეს განსაკუთრებული ისტორიული მოვლენა ღვთის განგება. ასეთი ბევრი იყო ისტორიული პიროვნებები და ყველა თავის კვალს ტოვებს. ან კარგს ან ცუდს. რა არის თავისუფლება? თქვენ როგორ ახსნედით სიტყვა თავისუფლებას? თავისუფლება ეს დიდი ნიჭია, დიდი მადლია, რომელიც ჩვენ მოგვანიჭა ღმერთმა. ღმერთისაგან მოძებულია თავისუფლება. ეს არის გამოცდა ამავე დროს. ღმერთმა მისცა ადამიანს თავისუფლება, რომ არჩიოს კეთილი და ბოროტი, თუ ბოროტი. ასე რომ თვითონ ადამიანი არჩევს სასუფეველსა და ჯოჯოხეთს. რომელი სიტყვა თქვენთვის ყველაზე ძვირფასი? ღმერთი არის სიყვარული. სიყვარული არის ფუძე ყველაფრისა. სიყვარული არის საძირკველი არსებობისა. ივანე ღვთისმეტყველმა, წმინდა ივანე ღვთისმეტყველმა ძალიან მოკლედ გამოთქვა, ღმერთი არის სიყვარული. და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ სიყვარულის ნაწილი გახდება. და თქვენ ფიქრობთ, რომ სიყვარულს ნიჭი უნდა, თუ ეს თანდაყოლილი არის ადამიანი ყველა ბუნებაში უბრალოდ აღმოჩენა ჭირდება ამას ადამიანისგანვე? სიყვარული ბევრ რამეზეა დამოკიდებული. უპირველეს ყოვლისა ეს არის ნიჭი ღვთისა, ღვთისაგან მოწებული თვისება. ყველა ადამიანს გააჩნია შინაგანად ეს მდგომარეობა? დიახ, სიყვარულის შედეგია თვითონ ადამიანი. და სიყვარულს ყველას აძლევს, მაგრამ გენეტიკაც მოხმედებს, გენები წინაპრების და ამიტომ ხანდახან სიყვარული
იშრიტება ბოროტებით, ითრგუნება და ბოროტება უფრო წინ მიდის. სიყვარული შინაგანად არის ის ძალა, რომელიც გმირობას აგეთებინებს. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, ის სიკვდილზე სწავა. სიყვარული ღვთისა, სიყვარული ადამიანისა, სიყვარული ბუნებისა. თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ ვართ ტოლერანტული ერი ქართველები? ვართ თუ არა ნამდვილად? ჩვენ ქრისტიანები ვართ და რა თქმა უნდა ტოლერანტული ნიჭი ჩვენ დაბადებიდან გვაქვს. ქართველები ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა უკავია საქართველოს, გარშემო სხვადასხვა ეროვნების და სარწმუნოების ხალხი გვახვევია და ჩვენ მუდამ ვცდილობდით და ვცდილობთ, რომ შემწყნარებლობა იყოს, სუფევდეს ჩვენში. მე მაგონდება, როცა სტუმრად ჩამოდიოდნენ ჩვენთან, ჩვენ სახლში, ქისტები, მეგობრები იყვნენ ჩემი მშობლების. დედა და მამა საუკეთესო ოთახს ამზადებდნენ და ფენდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისებურად ელოცა. ჩვენ მეორე ოთახში ხატების წინ ლოცულობდით და მერე ვსხდებოდით ერთად სადილზე. იგი ტოლერანტულები უნდა ვიყოთ ყველა განსხვავებული სარწმუნოებისა, განსხვავებული შეხედულებების ადამიანები. უნდა ვიყოთ, მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. ეს არ უნდა დავივიწყოთ. უნდა ვარჩევდეთ. მაგრამ ამავე დროს პატივს უნდა ვსცემდეთ სხვა ადამიანის აზრს. შეიძლება ის აზრი, რასაც გამოთქვამს სხვა ადამიანი, არ მოეწონოს, მაგრამ ჩვენ მაინც დავსჩეთ ჩვენი აზრის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება არ გავიზიაროთ სხვა აზრი, მაგრამ პატივი მაინც უნდა ვსცეთ ადამიანს განსხვავებული აზროვნების ყოფს. რამდენად ვახერხებთ ამას საქართველოში? ჩვენ ვახერხებთ და ამიტომაც რომ დიდი ქვეყნები და იმპერიები ისპობა და ჩვენ ვარსებობთ და ვიარსებებთ. ამან გადაარჩინა საქართველო ამ შემწყნარებლობამ, ამ პატივის ცემამ სხვების მიმართ. რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად ქართულ საზოგადოებას? რას ფიქრობთ თქვენ? ანალიტიკური აზროვნება ძალიან საჭიროა დღეს.
ადამიანმა უნდა ისწავლოს ანალიტიკური აზროვნება, უნდა გაანალიზოს მდგომარეობა. არა მარტო თავისი ოჯახის, არამედ ქვეყნის, მსოფლიოსი. და უნდა ისევ სიყვარულით უნდა ცხოვრობდეს. სიყვარული მაინც საფუძველია ყველაფრისა. განათლება? განათლება უცირებელია. მის გარეშე ანალიზის უნარი შეუძლებელია. საჭიროა. ეს საკითხი პირველ საუკუნეებში იდგა ასეთი დიდი ფილოსოფოსი და მეცნიერი, როგორც იყო კლიმენტი ალექსანდრიელი. მან დასწერა ასეთი წიგნი სტრომატი, ანუ ხალიჩა, სადაც ამბობს თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაშია ცოდნა და რწმენა და ამბობს რომ განათლებული ადამიანი და მორწმუნე ადამიანი არის მეგობარი ღვთისა და მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა. ასე რომ აი ამ სრულყოფის კიბეზე უნდა ავიდეს ადამიანი და გახდეს მეგობარი ღვთისა. ტოლერანტობაზე ვსაუბრობთ და მინდა აუცილებლად თქვენ დაგისვათ ეს კითხვა რა მართლა ძალიან მაინტერესებს. ნუ რაც პირველი მხდება თვალში, ეს არის სოციალური სიღარიბე. ყველაზე მეტად რაცაც მე ვამჩნევ, ეს არის ტაქსების სიმრავლეში. და რომ ვესაუბრები ამ ადამიანებს, მეუბნებიან რომ ჩვენ სხვა საშუალება დღეს არ გაგვაჩნია. ჩვენ ქვეყანაში ძალიან დიდი უბსკული გაჩნდა ღარიბებსა და მდიდრებს შორის. აი დიდი უბსკული საშუალო ფენა ძალიან ცოტაა. ჩვენ რაც ყველაზე დასანანია და სამწუხაროა. იმატა აგრესია საქართველოში ქალების მიმართ. და უამრავი მაგალითია, როდესაც იყო ქრებმა მაგალითად მოკლეს ცოლები. ეს არის რეალური ფაქტები, რომ ძალადობა მატულობს. რას ფიქრობთ თქვენ ამაზე? როგორ ახსნედით ამას? აგრესია იმატა აგრესიულმა დამოკიდებულებამ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ საერთო მდგომარეობა. საერთო რთული პრობლემები დგას კაცობრიობის წინაშე, ჩვენს წინაშე. ხალხს არ აქვს სამუშაო ადგილები ბევრსა. მაგრამ მე მაინც იმედით უყურებ მომავალს. და მამაკაცებს რატომ უჩნდება აგრესია? ოჯახს თავისი მოთხოვნილება აქვს. მეუღლე, ცოლი და შვილები თხოვლობენ თავისას. მამა ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას და აქედან ჩნდება ეს გაღიზიანება. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ თუ ადამიანს უნდა სამუშაოს მუდამ მიშოვის. აი თქვენ ვცანეთ, რომ ბევრი ტაქსისტებია ტაქსზე მუშაობენ.
ესაც რამხელა ღვაწლია მთელი დღე იმუშავა ადამიანმა და საღამოს კიდევ მიდის და ტახზე მუშაობს რომ ოჯახს რაღაცა შეემატოს ეს თანდათან შენელდება აგრესია და ფიქრობ რომ ბევრი დამოკიდებულია ისევ სარწმუნოებაზე მორწმუნე ადამიანი არ გაღიზიანდება და თქვათ შეურაცხყოფას კურელობას არ ჩაიდენს მორწმუნე ადამიანი ისევ მივდივართ აღზრდაზე როგორ ზრდით ჩვენ შვილებს როგორი დამოკიდებულება შვილებსა და მშობლებს შორის გარემოს არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც გარემო თვითონ საზოგადოება ხდის ამას. ამასაც აქვს მნიშვნელობა და რა თქმა უნდა ესაც უარყოფითად მოქმედებს. მართალია, რომ კაცი იპოვნის სამსახურს თუ მოუნდება და ის უნდა მოძებნოს კიდევაც, მაგრამ ხშირად ჩვენ საზოგადოებაში კაცები მაინდა-მაინც არ თამბდებიან ისეთ სამსახურს, რომელიც პატარა სამსახურად მიიჩნევა, მაგათ უნდათ მაინდა-მაინც დიდი რაღაც ესეთი აღმაფრენადი თანამდებობები კონდეთ შეიძლება. ეს ცოტა ჩვენი კაცების ეს ჩვენი თვისება ამბარდავნები ხო შეიძლება მიწაზე მუშაობა მიწის დამუშავება საფრანგეთის სკოლა ასე შემდეგ. რამდენად პრესტიჟულად მიიჩნევა ეს ქართველებისათვის მიწის დამუშავება და და თქვენგან ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაჟღერება, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი ჭკუალა მანქანები დადიოდი, რომ პატივსაცემი ადამიანი იყო რა. მიწის დამუშავება მე ვფიქრობ შემოსავლის მიზნითაც კარგია და ამავე დროს მიწა საერთოდ კურნალია ადამიანის თვითონ ადამიანი მიწისაგან შექმნილია ეს ჩვენი მიწა არის ჩვენი ნათესავი ჩვენი ნაწილი ჩვენ ვართ მისი ნაწილი საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს არანაირი დიპლომატიური კავშირი მინდა ამაზე ვისაუბროთ ქართულ და რუსულ საპატრიარქოებს შორის მაინც შენარჩუნდა მეგობრული ურთიერთობა და ამას ყოველთვის თქვენ უსვამდით ხაზს რომ მეგობრობა უნდა შენარჩუნებულიყო და გაგრძელდა კიდევაც რუსულ საპატრიარქოსა და ქართულ საპატრიარქოს შორის მეგობრობა თქვენ მახსოვს ამბობდით რომ ადამიანი ჰუმანური რესურსი თუ გააჩნია აუცილებლად ყველაფერს მოაგვარებს აი ასეთი მეგობრული და ჰუმანური დამოკიდებულებით. რაც რა თქმა უნდა ყველაზე სასურველია და რაც რა თქმა უნდა ყოველთვის მისაღები უნდა იყოს, მაგრამ რეალურად მე არ ვფიქრობ რომ შეიძლება ვცდები, მაგრამ მე არ ვფიქრობ რომ დღესდღეობის ეს მიდგომა, ვთქვათ ესეთი ჰუმანური, მაინდა-მაინც გამართლა ადამიანი მაინც ადამიანია და შეიძლება ცხოველმა და მხეცმა გაიღვიძოს მასში, ბევრში ეს უფრო მეტად ჭარბობს და დღესიც მაგალითია რომ ვთქვათ რუსეთის პოლიტიკოსებმა, მე ვლაპარაკობ ხალხზე, იმიტომ რომ ეს ძალიან განსხვავებულია. მაინც გააკეთეს ეს ნაბიჯი რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მე საქართველოს ვახსენებ რადგან აფხაზეთი საქართველოა ჩვენთვის ისევ და ყოველთვის ესე დარჩება გაფორმდა სათანამშრომლო ხელშეკრულება რომელიც ძალიან ბევრ პუნქტს და დეტალს შეიცავს ამაზე თქვენ ისაუბრეთ მე ვიცი და თქვენ თქვით რომ ეს არ არის ნორმალური ეს არ არის ლეგალური ეს რუსეთი არ გვეშვება ჩვენი მიწები მიაქვს ხო, ხო შეგვიძლია ამაზე ვთქვათ, რომ ჩვენი მიწები ყოველდღე ხმალთულ ხლართები გადმოდის და მიაკ რა არის ჩვენი გამოსავალი. გარდა იმისა, რასაც თქვენ ვთავაზობთ და რაც აბსოლუტურად ჩემთვის მისაღებია, თქვენთვის მისაღებია, უამრავი ადამიანისთვის მისაღებია, ამ შემთხვევაში არ მოქმედებს. ეს რთული პროცესია და აი მე მქონდა შეხვედრა
ინგლისის დედოფალთან. დიახ. ხო და მან თქვა, რომ ძნელია პატარა ქვეყნისთვის დიდ ქვეყნის გვერდით არსებობა. რუსეთი დიდი ქვეყანაა და დიდი ქვეყანა მუდამ ცდილობს კიდევ უფრო მოემატოს. ზოგიერთი ქვეყანა დავადებულია ასეთი სენით, ტერიტორიის სენით, უნდა რომ მიუმატოს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ უვლის იმ არსებულსაც ვერ უვლის და მაინც ცდილობს დაიკავოს სხვისი ტერიტორია. უნდა გამოინახოს საერთო ენა, უნდა გამოინახოს გზები, ევროპის ქვეყნები, დემოკრატიული ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები 20 წელია გვეუბნებიან, რომ ისინი მხარს გვიჭერენ, მაგრამ რუსეთი მაინც თავისას აკეთებს. და ამიტომ ჩვენ იმათთან ერთად ურთიერთობა რაც გვაქვს ჩვენ ევროპასთან და ამერიკასთან, ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან. არ შეიძლება. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, ეს მერე უარყოფითად მიუბრუნდება თვითონ რუსეთს. მე არაერთხელ მithქვავს, რომ სეპარატიზმი არის გადამდების სენი და ისევ რუსეთს მიუბრუნდება ეს. ასე რომ ხელისუფლებამ უნდა გაანალიზოს მდგომარეობა და უნდა გამოვნახოთ გზები, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. მე ვერ წარმომიდგენია, აი ხანდახან ვამბობენ ზოგიერთი, რომ ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი და ცხინვალი. ჩვენ არ დავიკარგავს, ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებთ ამას და ეს ისევ ჩვენთან დაბრუნდება. აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთან უფრო ბედნიერი იქნებიან ისინი, ვიდრე რუსეთთან ასეთ დიდ ქვეყანასთან. ვიცით, რომ ეკლესია, ეს ქართული საპატრიარქო ფინანსდება სახელმწიფოსგან აქვს დაფინანსება ყოველწლიურად. და ну რა თქმა უნდა ეს შემდეგ ის ანგარიშმოცემულობა ყოველ წელს გადაეცემა ფინანსურ სამსახურს და რაში შეიძლება ნაწილდებოდეს ეს ფული ამ სახელმწიფო ინსტიტუტიდან. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ის რასაც აძლევს სახელმწიფო ეკლესიას ის მთლიანად ნაწილდება სასწავლებლებზე. მარტო საშუალო სკოლა 40-მდეა. თავისი ხელფასებით, მთელი ხარჯებით, ყველაფრით
სულ ჩვენზეა დამოკიდებული. უნივერსიტეტები ჩვენი, ბავშვთა სახლები, მოხუცებულთა სახლები, ეს დახმარება, რომელსაც სახელმწიფო გვაძლევს, თითქმის ნახევარიც არ ყოფნის, ნახევარსაც არ ყოფნის. ჩვენ ვცდილობთ რაღაც ვიშოვოთ, ვიღაცა შემოგწირავს ან რაღაცა და იმას უმატებთ, თორემ ჩვენთვის ეს არ ნაწილდება, საუბრდება აქედან არავით არ ხელფასებს არ ღებულობს და არაფერი. თქვენ გიყვართ მუსიკა? დიახ. რა ჟანრის მუსიკას უსმენდით? ან ბავშვობაში, ან შემდეგ რა არის თქვენთვის საყვარელი? რომელია თქვენთვის საყვარელი მუსიკოსი? ჩემთვის მუსიკა არსებობს მუსიკა და არის ცრუ მუსიკა. აი რას ნიშნავს ცრუ მუსიკა, მომთხარ? ცრუ მუსიკა, რომელიც ანგრევს სულიერ სამყაროს. მე მიყვარს კლასიკური მუსიკა, ხალხური მუსიკა მიყვარს. და მე ხანდახან წერ მუსიკას. და მომისმენია. და ძალიან კარგი მუსიკას წერთ. და ხახას მოусმინე. სხვადასხვა მე არ ვიცოდი მუსიკას თუ წერდი და გამიკვირდა. ეს თქვენი გატაცება იყო ბავშვობიდან? ბავშვობიდან მიყვარდა მუსიკა და წერა დავიწყე სასულიერო პირი ვიყავი. როდესაც ძალიან რთული მომენტებია, ვთქვათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში და მათ შორის თქვენ ცხოვრებაში, ალბათ არის ბევრი პერიოდი, როდესაც თქვენ მარტო ხართ თქვენ თავთან და ბევრი რაღაცის ფიქრი გჭირდება და მარტო ხართ თქვენ. აი როგორ ერევით ძალიან რთულ სიტუაციებს? რას ფიქრობთ მაშინ? თქვენ ხომ ხართ? მე მარტო არადროს არ ვარ. არა ხართ? მე ვარ ღმერთთან და ხალხთან. და ხალხის სიყვარული მაძლევინებს და მაძლევს ღმერთი ძალას, რომ გაუძლო ამ სიცილებს. ხალხს ნამდვილად ძალიან უყვარხართ. მართლა მიკვირდა რომ ამხელა სიყვარული ქონდა და ამხელა ჭხილებში მეუნებოდნენ ხანდისხან ამხელა რეიტინგი აქვს ეკლესიას. ეს თქვენს პიროვნებაზეც არის დამოკიდებული ფიქრობთ? თუ ყოველთვის ესე იქნება, ყოველთვის ესე იყო, როგორ ფიქრობთ თქვენ? ხალხი მორწმუნეა, ჩვენი ხალხი და უპირველეს ყოვლისა მე მიყვარს ხალხი, ჩვენი ხალხი. თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ყველაზე დიდი უარყოფითი თვისება შეიძლება რაც შეიძლება ჩვენ ხალხს ხონდეს და თქვენ მიუთითოთ რომ გამოვასწოროთ რამენაირად რომელი იქნება. ძალიან ამატები ვარ და ამპარტავნები და ალბათ გამოსწორდებით. კი, ყველაზე კეთილი თვისება და მეც აღარ შეგაწყობთ. ყველაზე კეთილი თვისება რაც შეიძლება ქართველებს გქონდეთ. სიყვარული. ახასიათებთ ქართველებს გქონდეთ? დამახასიათებელი. აი, დამახასიათებელი. დიახ. რომელ ერს აქვს ნათქვამი შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე. არც ერთ ერს არა. გადავხედე და არც ერთს. ეს მარტო ჩვენ ახასიათებს.
ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა ადამიანის სახეს. ამიტომ ღმერთი სწავლობს ქართულ ხალხს. გადაცემას ქვია მშვიდობით იარაღო. რა იარაღს დავემშვიდობებოდით საერთო ცხოვრებაში? სიძულვილს. მადლობთ. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა.